სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ბირთვული მასალა რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი ურანი ჩანს, რომლის რეალიზაციაც იგეგმებოდა. ბათუმში დაკავებულ თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა. რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და გასაღების ფაქტზე ბრალი წარედგინა საქართველოს ერთ მოქალაქეს, ასევე თურქეთის ერთ მოქალაქეს. ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული. დეტალების შესახებ ამ ეტაპზე ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად არ გამოვრიცხავთ სხვა პირების გამოვლენასაც მომავალში. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულთა შორის გარიგება შედგა. ურანის უკანონო რეალიზაციით $3 მილიონი უნდა მიეღოთ. დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს ბრალად ურანის შეძენის მცდელობა. საქართველოს მოქალაქეს კი ნივთიერების მოპოვება, შეძენა და განკარგვის მცდელობა ეტება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მე ვახორციელებ თურქეთის მოქალაქის ინტერესების დაცვას. იგი თავს წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს, შესაბამისად დღევანდელ სასამართლოს ხომაზე აღკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვისას, სადაც ბრალდების ხარე ითხოვდა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას, არ ვეთანხმებოდით, რადგან საერთოდ არ არსებობს მის მიმართ ფაქტობრივი საფუძველი. ჩემი დაცვაში არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, მოითხოვა პატიმრობა ბრალდების ხარებ როგორც მოახსენეთ, ჩვენ არ დავეთანხმეთ და მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, მაგრამ ალტერნატივის სახით მოვითხოვეთ $10,000 გამოყენება. არ არსებობს ამ საქმეში არც მიმავლის საფრთხე, არც ახალი დანაშაულის, არც მოწმეებზე ზემოქმედების, არც სხვაგვარად მართლმსაჯულების ჯეროვან განხორციელებაზე ხელი შეშლის საფრთხე. ურანი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად ერთ-ერთი კომპონენტია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენით დანაშაულის სხვადასხვა მიმართულების შესაძლო განვითარება აღკვეთა. აღნიშნული ბირთვული მასალა რადიოაქტიური ალფა და გამა გამოსხივების დოზის, სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად, ან სხვა მძიმე მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისათვის. კრიმინალთან ბრძოლა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამას სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ და ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობას აფასებენ. ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები ჩანს ყოველდღიურად, ამაზე მუშაობს აქტიურად როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისე შინაგანი საქმეთა სამინისტრო, ყველა ძალოვანი უწყება არის აბსოლუტურად მობილიზებული. ხაზგაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე როგორც მთლიანად უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობა საქართველოში. ხედავთ თქვენ რა ხდება ჩვენს გარშემო. ყოველდღიურად იცვლება უსაფრთხოების გარემო ჩვენს გარშემო და საქართველო არის მშვიდობის კუნძული ამ ყველაფერში. მიუხედავად იმ თავდასხმებისა, რომელსაც სამწუხაროდ ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ჯგუფები საქართველოში ახორციელებენ ჩვენს უსაფრთხოების სისტემაზე უპირველეს ყოვლს. გამოძიება 229 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე დეტალები გასაიდუმლოებულია. პროკურატურა ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს. შემდეგი სასამართლოს სხდომა 10 სექტემბერსაა ჩანიშნული.